თოვლის, გუდაურისა და თხილამურების სიყვარულმა ორ წყვილს ქორწინების რიტუალის ორიგინალურად ჩატარების იდეა გაუჩინა. საბოლოო გადაწყვეტილება ზაფხულში, საერთო მეგობრის ქორწილში მიიღეს. მიკამ, ანანომ, მოლიმ და თოშამ ხელის მოწერა ზღვის დოინდან 2196 მეტრზე გადაწყვიტეს. გუდაურში გავიცანით ერთმანეთი, აქ შეგვიყვანდა ერთმანეთი და ასე რა გავწყვილდით. მე რადგან გუდაურს მოყვარული ვარ, ბავშვობიდან მინდოდა ეს იდეა რომ განმეხორციელებინა და მე ჩემ მეგობარ მოლისთან ერთად განვახორციელეს იდეა. ცერემონიის ორგანიზება ანანომ, მოლიმ და მეჯვარეებმა ითავეს. ზადების პროცესი მთაზე დილიდან დაიწყო, რაშიც თითქმის ყველა სტუმარი იყო ჩართული. ძალიან გაგვიჭირდა ორგანიზება, იმიტომ რომ ყველაფრის ამოტანა ძალიან რთული იყო, რაც გავაკეთეთ. ძალიან კარგია ამინდია, ამიტომაც ხელი შეგვიწყდა და იმედია რომ ყველაფერი ესე კარგად დამთავრდება. ხელმოწერის ცერემონიალი წყვილების თხილამურებით სტუმრებთან ჩამოსრიალებით დაიწყო. იმის გამო, რომ გუდაურში ქორწინების სახლი არ არსებობს, საჯარო რეესტრის წარმომადგენელი აქ სპეციალურად ჩამოიყვანეს. თანახმახარ თუ არა? ქორწინების მთელი ცერემონია არატრადიციულად მიმდინარეობდა. წყვილები და მეჯვარეები სიმბოლურ კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილები, ეჭირათ ორიგინალური თაიგულები. იქვე იყო შამპანურის ბოთლები, სიმბოლური წარწერი. მიკამ და ანანომ, მოლიმ და თოშომ ხელი ერთად მოაწერეს და შემდეგ ორიგინალურად გაფორმებული ტორტიც დაჭრეს. წვეულება გუდაურის მეორე საბაგიროსთან, ღია ცის ქვეშ გაგრძელდა. წყვილებმა სპეციალურად ამ დღისთვის დაწერილი სიმღერაც შეასრულეს, რის შემდეგაც პატარძლებმა თაიგულიც ისროლეს. მართალია მე ცერემონიას მხოლოდ გადაღების მიზნით ვესწრებოდი, თუმცა გამიმართლა და ერთ-ერთი თაიგული ჩემს ხელში აღმოჩნდა. უჩვეულო ქორწინებამ ხიარულად ჩაიარა და ეს დღე მათთვის ნამდვილად დაუვიწყარი იქნება. ძალიან კმაყოფილი ვარ, მე მგონი მეგობრებიც კმაყოფილები არიან. შედგა საღამო. მე მგონი შედგა საღამო. მე ყველაზე კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ უსაყვარლესი ადამიანი მყავს ჩემს გვერდში.